დღეს შემოგთავაზებთ ჩახოხბილი ქათმის რეცეპტს. ქათამი გავასუფთავე, გავრეცხე, შემდეგ კი დავჭერი საშუალო ზომის ნაჭრებად. გვჭირდება 2 საშუალო ზომის ხახვი, რომელიც უნდა დავჭრათ წვრილად. დაჭრილ ქათამს გადავავლე კიდევ ერთხელ წყალი და დავდგე მოსახარშად. როცა წამოდუხდა და ქაფი მოიკიდა, გადავწურემე პირველი წყალი, გავრეცხე კარგად და შემდეგ გავაგრძელე მოხარშვა. ვასხავთ 1 ჭიქა წყალს, ვუმატებთ ხახვს და ვხარშავთ საშუალო ტემპერატურაზე. პერიოდულად უნდა ამოვურიოთ და შევამოწმოთ წყალი ხმარ დაიშრო. დავჭყლიდოთ 3 კბილი ნიორი. ასევე დავჭრათ 1 კონა ქინძი, ოხრახუში და ნახევარი კონა კამა. ქათამი უკვე მოიხარშა, ვუმატებ ახლა ნიორს და ასევე 300 გრამ ტომატს. ვუმატებ 2 სუფრისკოს ტომატის პასტას. ვუმატებთ ცოტა პაპრიკას, წითელ დაღერღილ წიწაკას. ვუმატებ ცოტა ქარის და ასევე უცხოს სუნელს. კლასიკურ რეცეპტში ეს 2 სუნელი არ ჭირდება, მაგრამ ძალიან უხდება და მე ყოველთვის ვუმატებ. ვუმატებთ ცოტა მარილს, წამოვადუღებთ შემდეგ 2-3 წუთით. შემდეგ კი ვუმატებთ 2 ცალ კვერცხს. კვერცხს დაახლოებით 30 წამიან 1 წუთი ვხარშავთ და ბოლოს ჩავყრით მწვანილს და უკვე უნდა გამორთოთ გასქურა და ამოვურიოთ კარგად.